სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. გილოცავთ ყველას მეგობრებო, დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს შეგვეციოს მისი მადლი და ძალა. მეგობრებო, დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმინდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაყვებოდა. ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან ქალაქის მახლობლად გამკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმინდა მოძღვართან მიიყვანა რჩევადარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოусმინა, უთხრა: მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე. მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე ყველაფერ არსებულს განაგებს, სიმდიდრე მთელ სამყაროს ეფრქვევა. მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება პირიქით, მრავლდება, წარმომავლობა კი ენით გამოუთქმელია. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლად წმინდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა. წმინდანის წინ საღვთო ჩვენები წარდგა ყოვლად წმინდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს თხოვდა. შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისთვის, მაგრამ ყრმა მპირი არი დაასუსს. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი. ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა და ნათლობის წესი აღასრულა. მაშინ წმინდა ეკატერინე სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმინდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი, ოქროს ბეჭედი უწყინავდა. მეგობრებო, ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმიანე, ეს არის 305-313 წელი, მაქსიმიანე ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრმობ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც წირავდნენ. დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღსარებლებს, მეგობრებო, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმინდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღზრუნვა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქერუბიმსა, თავარ უკაცრავად ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმიანეს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზე მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველა ქრისტიანობაზე მოაქცია.
ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა ამ ხსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნათ, ესე იგი იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის, იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს. იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ნეტარი, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმინდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბწყინებული წმინდანის სულის სიმტკიცემ. წმინდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამჟავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი, იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზებმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ესასწაული რომ იხილეს დედოფალმა ავგუსტამ და მხედართ უფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის დუნებას და ესე იგი ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, ცოლობა. მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის ქრისტეს ერთგული რჩებოდა. ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. მეგობრებო, ნეტარი ეკატერინეს წმინდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. მე-6 საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს. ეს არის, ესე იგი, იმპერატორ იუსტინიანეს 527-565 ხსენება 14 ნოემბერს არის. ესე იგი, მის მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ. გაიხარეთ.